მოგესალმებით. განვახლეთ გადაცემამ ბავშვები იასამნისფერ პლანეტაზე. მინდა რომ ჩემი სტუმარი გაგაცნობთ. მე ვარ კოტე კაკიდაშვილი და გაგაცნობთ ახლა ჩემს სტუმარს. გთხოვთ გაგვეცადეთ. მე ვარ დათუნა ქართველიშვილი. დათუნა ქართველიშვილი. დათუნა, რამდენი წლის ხარ? 5 წლის. დათუნა, რა მაინტერესებს, იცი? ბაღში თუ დადიხარ? დიახ. ბაღშიც დადიხარ. და ბაღში რას გასწავლიან მოგვიყევი? ლექსები, მაშინ შეგიძლია ერთი ლექსი რომ მითხრა? დიახ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. აბა სანამ დათუნა მოიფიქრებს ლექსს, რა ლექსი უნდა გვითხრას? მე გეტყვი მაშინ ერთ ლექსს, მეც ვიცი რაღაცა ლექსი. მე პატარა ბიჭი ვარ, გამოვდივარ სცენაზე. რა დროს ჩემი ლექსებია? პატარა ვარ ყველაზე. ტოში. აბა, შენ თუ გადახსენდა ეხლა რამე? აბა. შენ არ იცი ფისუნია. ფისუნია. დაიწყო. ფისუნია კატა, მაგიტაზე ახლა ჩამოვაგდო ვაზა, ბებო გააბრალა. ოჩახ. ეხლა რა მაინტერესებს, იცი კიდევ? ბაღში საჭმელს თუ ჭამ. ხო იცი, აუცილებლად უნდა ჭამო საჭმელი, რომ დიდი ბიჭი გაიზარდო. და რა საჭმელი გიყვარს ყველაზე ძალიან? ბორში. ძალიან საინტერესოა. და ბაღში ალბათ გეყოლება ძალიან ბევრი მეგობარი, ხო? უფრო მეტად ბიჭებთან მეგობრობ თუ გოგოებთან? ბიჭებთან ერთად რას აკეთებ? თამაშობ. და რას თამაშობ ხოლმე? აბა გითხარი. სახლობანას კიდე? კოშკებს ვაშენებ. კოშკებსაც აშენებ. და იქ ბურთით არ გათამაშებენ ხოლმე? კი. და ფეხბურთს თამაშობ ხოლმე თუ წრეში ბურთს? ორივე. ხო, იმედია იგებ. და კაი. ეხლა მაინტერესებს კიდე. ეს ეხლა საიდუმლოდ შევინახოთ მე დაშინ, მაგრამ იქ თუ ყავს შეყვარებული? კი. აი, ჩვენ ვით შეყვარებული წყოლია ძალიანაც კაი. ისე კი უნდა ყავდეს ასეთ სიმპათიური ბიჭი არის და უნდა ყავდეს შეყვარებული. დათუნა, რა მაინტერესებს ეხლა? აი, ბაღში როცა რჩები ამ ყველაფერს. შემდეგ მოდიხარ სახლში, ხო, რა თქმა უნდა. და სახლში რას აკეთებ ხოლმე, რითი ხარ დაკავებული? მაგარ კოშკებს ვაშენებ. სახლშიც აშენებ კოშკებს. კიდე? სახლში არ თამაშობ ხოლმე ფეხბურთს? ძალიან ლექსებს არ კითხულობ ხოლმე? არა? რატო? ვაუ. მაშინ ეხლა რა მაინტერესებს, იცი ყველაზე მაგრად? აი, დედიკო გასწავლის ხოლმე ლექსებს სახლში თუ ვინ გასწავლის? დედიკო? ესე იგი დედიკო გასწავლის ლექსებს და ყველაზე მაგრად რომელი ლექსიც ეხლა შენ გიყვარს, ხო? შეგიძლია პატარა კუპლეტი წაგიკითხო? დათუმა თაფლი მოიპარა, სკადატოვა ცარიელი, ფუტკრემა არა პატიეს, აწუნძულეს მინდორველი. ოჩახ დათუნა. დათუნა, ეხლა მითხარი, შენ ლექსები გავიგე რომ ძალიან გიყვარს. ხომ არ ხატავ? კი. აი, ხატავთ კიდევაც ძალიანაც კაი. ვაფერადებ. აფერადებ. კვერცხებს. აჰა, ეს ძალიან ბევრ კვერცხებს. ოჩახ და იცი რა მაინტერესებს კიდე? თუ უყურებ ხოლმე მულტფილმებს? არა. ადრე პეპა გოჩს უყურებდი. მე ვარ გოჩი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.
ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. გოჭიბება. უი მე რო არ ვიცი ეგის. აბა შეგიძლია მითხრა რა ხდებოდა იქ? კი. აბა გისმენ. დათვი დაეკარგათ. დათვი ის ყავდა. შვილს. ან დათვი ყავდა შვილს. ესე იგი, მე როგორ რა ხდებოდა, აბა მითხარი. იპოვა? კი. იპოვნა და მე ცხოვრობდნენ ალბათ ბედნიერი, ხო? და მუსიკას თუ უსმენ? დიახ. უსმენ. აბა ეს რა სიმღერა გიყვარს? ერთად მიმღეროთ შეგვიძლია გავიხსენოთ, აბა? დედაზე. დედაზე? მოდი, აბა მოდი ვიმღეროთ მაშინ. და მე დაიწყე და მე აყვები. აი, დედა, დედიკო ჩემო ლამაზო. ამ სიმღერას რო გიწონი რომ გაგახარო. აი, ყოჩხ დაარტყე ხელი, მაგარი კაცი ხარ. დათნა, ეხლა რა მაინტერესებს იცი კიდე? ეხლა თუ შეგიძლია გვითხრა, შენი შთაბეჭდილება, ეხლა რა როგორი გადაცემა გამოგვივიდა მე და შენ, მოგვეწონა თუ არა ჩვენთან ყოფნა? მოგვეწონა. მოგეწონა, ხო? და რას გვეტყვი? აბა, კარგი წამყვანი ვიყავი? კი. კი. და გადავწყვიტეთ მე და დათუნამ რომ ვიძმაკაცოთ, ხო ეგრეა? ჩავარტყათ ძმაკაცობის ხელი და ვიძმაკაცოთ. ჩვენ დათუნას აქედან უსაჩქროთ არ გაუშვებთ და დათუნა მინდა რომ წეგანში როგორც ახსენე, გაფერადება გიყვარს ნახატების, ხო? როგორც გავიგე. ამიტომ მინდა რომ ჩვენი სახელით გადმოგცე გასაფერადებლები და შემდეგ გადაცემაში მოსვლის დროს გვაჩვენე თუ როგორ გააფერადეს შენ ეს ნახატები და წარმოგვიდგინე, კარგი? მე გადმოგცემ ხოლმე შენ გასაფერადებლებს და მინდა რომ გაიღინო ყოველთვის. ჩაგეხუტები და ეგ არის. ვარდის ტოძე თბილად გალობს, მას ნაზი აქვს ბუმბული, გალობელი ფრინველია საყვარელი ბულბული. So. და ბოლში თქვი შენ და გავიგე ხინკალი გიყვარს. წავედით მე და შენ სახინკლის წავედი.